ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საუბარი შეეხო გლობალურ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია არსებული პრობლემების გადაჭრის მიმართულებებით. ვისაუბრეთ ახალ მიმართულებებზე, არსებული მიმართულებებზე, ერთობლივ ღონისძიებებზე, ეს იქნება სიხშირეების დამატება, მარკეტინგული კამპანიები, B2B შეხვედრების მოწყობა იმისთვის, რომ იმ ქვეყნებიდან, სადაც ცნობადობა მაღალია, ეს იქნება თქვათ სამეზობლო ქვეყნები, თურქეთი, შუა აზია, ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში. ფასების კორექტირების შედეგად შევძელით, რომ მარტის 12-15 რიცხვიდან ქონოდა 80-90%-იანი დატვირთულობა სხვადასხვა ბაზრებიდან, სადაც უფრო მეტად აქტიურად მარკეტინგი და ასევე ფასების კორექტირება მოგცა სწრაფი შედეგი. იგივე ვაპირებთ აპრილის თვეში, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით არ ჩანს ამ დაძაბული ვითარების დასრულების ფაზა. ბევრად უკეთეს სეზონს ველოდებით 26 წლის მიუხედავად ყველაფრისას. მაინც მჯერა, რომ მიუხედავად იმ გაძვირების სასაწვავის, რომელიც ყველას ძალიან დაგვარტყა და მართლა რეალურად სერიოზული პრობლემა გახდა, მაინც სეზონი ცუდი არ იქნება და იქნება 90%-მდე მაინც შესრულებადი იქნება.